უძველესი დროით ქრისტიანობის შემოსვლისთანავე აგებდა ღვთის სადიდებელს ტაძრებს. საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მრავალი ეკლესია იწონებს თავს, რომელთა სილამაზე ყოველ მნახველს აღაფრთოვანებს. ეკლესია მონასტრების აღდგენამშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვის მართლმადიდებლობის ჭეშმარიტ დამცველ მამა ბასილ მკალავიშვილს. 1979 წლიდან მამა ბასილი ჯერ კიდევ ჩვეულებრივი მორწმუნე კაცი, პროფესიით ინჟინერ-მშენებელი, ღვთის მოწოდებით იწყებს ეკლესია მონასტრებზე ზრუნვას. აღდგენილი ეკლესიებიდან მამა ბასილისთვის გამორჩეულია ნახშირგორის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. გლდანის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. და იბერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარი. მისთვის, როგორც ქართველისთვის ამ ტაძრებისადმი სიყვარულს არა მარტო გარეგნული სიმშვენიერე, არამედ მათი არსი და სულიერება განაპირობებს. ნახშირგორის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. მატიანი გვაუწყებს, რომ მცხეთის რაიონში უძველესი ქართული სოფელი ნახშირგორი მე-6 საუკუნის დასახლება უნდა იყოს. ერთ დროს მოვლილი და ნასატუთები ნახშირგორის ღვთისმშობლის ეკლესიას უპატრონო დარჩა. დროთა განმავლობაში ჭერი ჩამოიქცა, კედლები ხევში გადაინგრა, ფრესკები ჩამოირეცხა. რომ არა მამა ბასილი, რომელმაც გადაწყვიტა აღედგინა თავისივე კუთხის ეკლესია, ძალიან უჭირდა მაშინ მამა ბასილს. მასალებს თვითონ შოულობდა, თვითონ ეზიდებოდა, საკუთარი სახსრებით მარტო აშენებდა, მაგრამ თავარი არ წმენა იმისა, რომ უფალი შენთანაა. ხშირად იმეორებდა ის. რა თქმა უნდა, მაშინ გამოუჩნდებოდნენ მოწინააღმდეგეებიც, საქართველოს პროკურატურა, რელიგიური საბჭო, რომელიც თითქოს მხარში უნდა ამოსდგომოდა, თუმცა იყო ფაქტები, როცა აშკარად უშლიდნენ ხელს, მოვიდოდნენ, ეკლესიას დაკეტავდნენ და დააპატიმრებდნენ მამა ბასილს. სოფლიდან 9 კილომეტრში არის წვერის წმინდა გიორგის სახელზე აშენებული პატარა ნიში, რომელიც მამა ბასილმა აღადგინა. გლდანის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. გლდანის მასივის დასახლება ერთ-ერთ დიდ დასახლებად ითვლება თბილისში. გლდანელები დიდი ხნის განმავლობაში ისე ცხოვრობდნენ, რომ მათ სული საცხოვნებელი ტაძარი არ ჰქონდათ. 1990 წელს მამა ბასილის ინიციატივითა და წინამძღოლობით გლდანის მესამე-მეოთხე მიკრორაიონებს შორის მე-5 მე-6 საუკუნის ეკლესიის ნანგრევებზე საფუძველი ჩაეყარა ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობას, რომელიც მოკლე დროში 10 თვეში დასრულდა. გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, ასეთ მოკლე დროში ეკლესიის აშენება არავის არ ახსოვს. მამა ბასილი ხშირად ქადაგებდა, რომ მხოლოდ სიყვარული და რწმენა ღვთისა ეხმარებოდა და ეს ეკლესია დიდ სასაულს მოახდენდა მომავალში, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მართლმადიდებლობის კრების წინააღმდეგ. მართლაც, გლდანის ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიამ დაიწყო საქართველოში ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვისათვის ბრძოლა. და წინ აღუდგა როგორც სულიწმინდის გმობელ სექტებს, ასევე ეკუმენიზმის ძინვარე ერესა და მწვალებელ პანეეკუმენისტ ღვთისმსახურებს, რისთვისაც მამა ბასილი თავის მრევლთან ერთად არაერთხელ სასტიკად დაარბიეს ეგრეთ წოდებული სპეცნაზის ომონის გამოყენებით
და 1995 წელს გამოაძევეს თავისივე აშენებული ეკლესიიდან. მიუხედავად დევნილობისა, გდანის ეპარქიის წინამძღვარს, პროტოპრესვიტერ მამა ბასილ კალავიშვილს და მის მრევლს არ შეუწყვეტია ბრძოლა სარწმუნოებრივი სიწმინდის დაცვისათვის და ურთულეს პირობებში 6 წლის განმავლობაში მაინც აღავლენდა წირვა ლოცვას ღია ცის ქვეშ. ერთი წლის 25 მაისი ღია ცის ქვეშ მოქმედ ეკლესიაში ჩატარდა ბოლო წირვა, სადაც მამა ბასილმა მრევლს აუწყა, რომ შევისყიდეთ მიწის ნაკვეთი ახალ ადგილას ეკლესიის ასაშენებლად. სახელითა მამისა და ძისა და სულისა და წმინდისათა ჩვენთან არს მერტი. ეს არის მინდა დღეს გავუწყოთ სასიხარულო ამბავი. ვინაიდან მე ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ჩვენ სულ მალე რამდენიმე დღეში გადავართ ახალ ადგილას, სადაც აშენდება ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი. ამ დღესვე დაიწყო დროებითი ეკლესიის შენობის დაშლა და გადატანა ახალ ადგილას. თითქმის 1 წელი ელოდებოდა მამა ბასილი აუქციონის წესით ეკლესიის ასაშენებელი ნაკვეთის შესყიდვას. მაშინ როცა ყოველი გოჯი მიწის ნაკვეთი დაკავებული იყო, ეს წმინდა ადგილი რომელიც თავისუფალი იყო, თითქოს ღმერთმა ყოვლადწმიდა დედამ შემოინახა თავისი ტაძრის ასაშენებლად. იწყება სამშენებლო მასალების შემოზიდვა, რომელსაც მამა ბასილი მთელი წლის მანძილზე აგროვებდა წინასწარ. 200-მდე მრევლის წევრი შეუდგა პირველ რიგში ეკლესიის ტერიტორიის შემოყოფლას. მამა ბასილი ხელმძღვანელობს სამუშაოს მიმდინარეობას და მრევლის წარმომადგენლებს მითითებებს აძლევს, ვინ რომელ ადგილას დადგეს და რა აკეთოს. უდიდეს სიხარულს კითხულობთ მის სახეზე, თითქოს პირველად აშენებს 5 ეკლესიის ამშენებელი, მოძღვარი, რომელმაც თავი უძღვნა უფალს და მთელი ცხოვრებაში რომაში გაატარა. ექსკავატორი თხრის მიწას წყლის მილების შემოსაყვანად. პარალელურად მიწაში იყრება საკანალიზაციო მილები, რომელიც პირველი მოხმარებისთვის აუცილებელია. დაახლოებით დაკავებული მუშები ტრაპეზის სუფრას მიუსხდნენ. დაიწყო სათებრძოლოები უფლის სადიდებლად, სამადლებლად და ახალი ეკლესიის ადგილის დასალოცად. ეცდება შემოსასვლელი გზა და იყრება ბორტი, რათა არ ატალახდეს წვიმიან ამინდში. ეკლესიის ეზოს ირგვლივ იჭიმება მავთულის ბადე, დიდი თუ პატარა, მამაკაცი თუ ქალი, დიდი სიხარულით აღასრულებს ამ ღვთის საქმოს საქმეს. მართლაც უფლის ნებით არის ესე მონოლითურად შეკრული მრევლი.
სირთულეებისა, რომ ამ ადგილას 20-მდე მაღალი ზავრის დენის კაბელები გადიოდა, მრევლის მეშვეობით დაუბრკოლებლად ხერხდება მიწის გაქრა, რათა საკომუნიკაციო ქსელები არ დაეზიანებინა ექსკავატორს. ღმერთწმინდობილი ადამიანი მტკიცებისმენი ხებსაც შეძრავს. მამა ბასილი არა მარტო სულიერ საზრდოს ვაძლიდა, არამედ ცხოვრებისეულად გვქმნიდა, რათა ყოველგვარ დაბრკოლებას გავკლავდებოდით. მამა ბასილი ისეთი მონდომებით სიფრთხილით ეკიდება ყოველგვარ წვრილმანსაც კი, რათა რაიმე შეცდომა არ გაიპაროს. ეს ხომ საშვილდაშვილო საქმეა. იწყება დროებითი ეკლესიის მშენებლობა, ხიდის კარკასებით იწყება გადასახურავი კონსტრუქციები. მამა ბასილი ბევრთან ერთად ჩქარობს, რათა სანამ ახალი ეკლესია აშენდება, ყოველგვარი ეკლესიური რიტუალი არ უნდა დასრულოს, რათა ტაძარში მოსული არ დაბრკოლდეს. მამა ბასილი მშენებელი ინჟინერია, მისი პროფესიულობითა და პრაქტიკული გამოცდილებით ყოველგვარი გარკვევლების გარეშე კეთდება სამუშაო. ის შრომასთან ერთად სულიერ შვილებს ყოველთვის რაღაც ახალს ასწავლის. დროებით ეკლესიის სახურავი იფარება თუნუქით. ეს ის მასალაა, რომლითაც დაფუძნებული იყო გიაცის ქვეშ სამლოცველო ადგილი. შევისყიდეთ მეტროს ვაგონი დროებითი სარგებლობისათვის, ასევე სხვა სათავსო ჯიშურები, სანამ არ აშენდება ტაძარი და ეკლესიის ეზოში არ განლაგდება კედლები. ტარდება ყოველწლინა დედაფლისშობის პარაკლისი. იკურთხება დროებითი სამლოცველოს ადგილი. ჩვენთან არც ღმერთი არ დაიყოს. როგორც ხედავთ, განის მართლმადიდებელ ეპარქიაში აღესრულდება ყოველთვისიანი დიდი სასწაული. აი ეს ტაძარი, რომელიც სულ მალე დაიწყება, რა თქმა უნდა, ეს დროებითია, სადაც ვიმყოფებით, აი ამ ცენტრში აშენდება ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი და საჭირო არის, რა თქმა უნდა, რომ ეს ტაძარი აშენდეს სიყვარულით. უნდა მივიღოთ უფლისაგან, ეს არის სულიერი საზრდო, როდესაც ადამიანი სულიერად ძლიერია, მას ვერავით არის მტერი, ვერავით არის ეშმაკი, ვერ მოერევა.
ნინოს საქართველოში შემოგზავნების დღეა. დროებით ეკლესიაში ტარდება საზეიმო ცირვა წმინდა ნინოს სახელზე. პირველი ლიტურგია ამ წმინდა ადგილზე. მადლობა ღმერთს, რომ ეს მდანის მართლმადიდებელი ეპარქიას უამრავი ხალხი უჭერს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. როდესაც ათონის წმინდა ხაზზე ვიყავი, სხვენოდა, როდესაც შევდიოდი რომელიმე მონასტერში და ესმოდათ, რომ მე საქართველოდან უბრალო ბერი მამონ ვასილი ჩასული ვიყავი, მოდიოდნენ 80-60 წლის ბერები და მუხლმოდრეკით ფეხებში მივარდებოდნენ, როგორ იცავთ თქვენ მართლმადიდებელს დარწმუნებასო. თვით ათონის წმინდა ის ბერებიც კი გაკურებულები იყვნენ. ესე იგი ჩვენ როგორ ვერ ვთვით არა მარტო საქართველოში ამ ანტიქრისტიანულ ძალებს, არამედ მთელ მსოფლიოს ბნელ ანტიქრისტიანულ ძალებს ვერ ვთვით და ისინი ვერაფერს ვერ გვაკლებენ, რადგანაც ჩვენ ვართ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი დარწმუნების დამცველი, ჩვენთან არის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა ამჯერად, რომელიც მფარველობს იყო ლომისის წმინდა გიორგი, რა თქმა უნდა ჩვენი წარმოქმნელი. მამა ბასილი ყოველთვის ცდილობს მრევლს პირობები შეუქმნას. ამიტომ გადაწყვიტა დროებითი ეკლესიის გვერდების აფისვრა, რათა ქარმა, წვიმამ და მანქანების ხმაურმა წირვის დროს არ შეაწუხოს მლოცველნი. მამა ბასილმა მოიყვანა გეოლოგები, ყოველგვარი აღჭურვილობი, ტექნიკა, აპარატურა და ხდება გეოლოგიური კვლევა ნიადაგისა, სადაც უნდა აშენდეს ეკლესია. ეკლესიის ტერიტორიის ახლოს, გზის პირას, იდგმება 15 მეტრიანი სიმაღლის ჯვარი, პირის კონსტრუქციები, რათა ამ ჯვრით მოშორდეს ყოველი ბოროტი ძალა ამ ტერიტორიას. მეტად შთამბეჭდავი და დაუვიწყარი დღე იწყება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის საძირკვის გაჭრა. ყველანაირი ტექნიკა მობილიზებულია და გზადყოფნაში, რათა აღსრულდეს უდიდესი ღვთიური მისია.
საძირკვლის გაჭრის პარალელურად მამა ბასილი ატარებს დედა ღვთისმშობლის პარაკლს და აკურთხებს საძირკოს ახალი ეკლესიის ასაშენებლად. და გვაცხუნე ჩვენ და სახელ მაგაკას მოყარე. სახელითა მამისა, ძისა, სულისა, წმინდისა და ჩვენთან არის ღმერთი. და მადლობა ღმერთს, რომ დღეს ინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედამ, ვინაიდან ჩვენ გაუძველი 7 წლის განმავლობაში აი ამ დიდ ბრძოლას, აი ამ დიდ გამოცდას, აი დღევანდელ დღეს ჩვენი თვალით ხედავთ, რომ იწყება საქართველოში ახალი ეკლესიის მშენებლობა. ეს არის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელზე და ალბათ ჩვენ როგორც ვიცით, წმინდა მამებისაგან ბოლოს ათონისას დასტოვებს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედის ხატი და იგი საქართველოში შემოვბრძანდება, იგი ნამდვილად შემოვბრძანდება ჩვენს გლანის მართლმადიდებელ ეპარქიაში, ვინაიდან მთელ მსოფლიოში მხოლოდ და მხოლოდ ეს ავარ ჩვენ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოების დამცველი. აღსრულდა ჩვენი მრავალი წლის ოცნება, ჩვენ გვაქვს 20 დღები, როცა 15-20 მრევლით მიდექით და პარაკლისას ვატარებთ და მოცულობდით ჩვენი დედა სამშობლოს გადარჩენისათვის. მოვლილი გვაქვს თითქმის მთელი თბილისის ყველა უბნები, სადაც მილოცია და ვევედრებოდით ჩვენ ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს. და ბოლოს 7 წლის შემდეგ ინება ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელთან, რომ მის სახელზე ჩვენ აგვებო ივერიის ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობლის ხატის ტაძარი და ჩვენც სიხარულით შევიდექით ამ საქმეს და ჩვენი იმედი გვაქვს, რომ წმინდა ათონის წიდან ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობლის სასწაულ მოქმედი ხატი, როცა დაატოვებს წმინდა ათონის წელს, ჩამოგბრძანდება საქართველოში, მის წილქმედო ქვეყანაში და დაიდებს ბინას ჩვენ გლანის მართლმადიდებელი ეპარქიის აი ამ ტაძარში, რომლის სახელზედაც ვაშენებთ ჩვენი გლანი. ასე გამოიყურება გაჭრილი საძირკველი ეკლესიის ასაშენებლად ზომით 24-16 მეტრზე. გლანის მართლმადიდებელი ეპარქიის მრევლი უდიდესი სიხარულით, მთელი მონდომებით ერთსულოვნად მუშაობენ გაჭრილი საძირკვლის მიწის მოსწორებაში. ყველა სულს თავისი წვლილი შეიტანოს ამ საშვილ-დაშვილ საქმის დაწყებაში. მამა ბასილი ძალიან კმაყოფილია მრევლის თავდადებული შრომით. მიწის მოსწორების შემდეგ იხრება ყვაყორტი, 9 მეტრის სიმაღლე. ასედაც შემდეგ გაისმება 20 სანტიმეტრის სისქის ბეტონის ხსნარი. შემდეგ მასზე დაიწყობა არმატურა.
იწება მთელ საძირკველზე ბეტონის ხსნარის დასმა. ამ სამშენებლო მასალას ადგილზე უყურებენ მრევლის წარმომადგენლები და 400 კვადრატულ მეტრ ფარგლებზე ერთი თვის განმავლობაში ასხამენ. საძირკველს იწვდება არმატურა, რომელიც მოყვება ბეტონის ხსნარში და დიდ სიმაღლეს მისცემს 1000 ტონამდე სიმძიმის ეკლესიის დატოვას, რათა საუკუნეებს აუძლოს ამ ქვის დიდმა საუნჯი. ეკლესიის საძირკველში, როგორც ჰორიზონტალურად, აგრეთვე სიმაღლით, მონტაჟდება რკინის კონსტრუქციები, რომელიც ავარ საძირკველიდან გუმბათამდე და შიგ ჩაისხმება ბეტონის ხსნარი. ყველაზე მძიმე და საპასუხისმგებლო სამუშაო 300 მანქიანი ბეტონის ჩასხმა. ბეტონის ქარხნიდან 3 ბეტონზიდი მანქანა მუშაობს, რათა ერთ დღეში ჩაისხას მთელი საძირკველი. შრომაში გამოსხდომილმა 80-მდე მრევლის წარმომადგენელმა შეძლო 200-მდე კუბური მეტრი ბეტონის ჩასხმა. დაქანწული მრევლი ორიგეობით მიირთმევს ადგილს, რათა მუშაობა არ შეჩერდეს. სადღეგრძელოებით ადიდებენ წმინდანებს და ლოცავენ ახლად გაჭრილ საძირკველს.
ყველამ დაიწევს მას ჭიფებად. ეს ეკლესიას იდეო. ფარველი კაცებს რომელმაც მოგვამზადა დიდი ბრძოლისათვის ჩაგვაბარა ყოველას უნდა ღვთისმშობლის დედას და გვაშენებინებს იმ ტაძარს, რომელიც ტაძარი გადააკეთეს. კვლავ გრძელდება მეორე თემის ბეტონის ხსნარის ჩასხმა. რამდენიმე ადგილას ერთდროულად მიმდინარეობს ამ რთული სამუშაოს შესრულება. მამა ბასილი, როგორც მშენებელი ინჟინერი, ყველგან აქცევს ყურადღებას, რათა ყველა უბანზე სამუშაო ხარისხიანად იქნეს შესრულებული. როგორც ხედავთ ამ ადგილას, დანის მიკრორაიონში შენდება ივერის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. დევნილობის შემდეგ ჩვენ იგულებული ვიყავით, რომ დავსახლებული ვიყავით ამ ადგილას და აგვეშენებინა საქართველოში კიდევ ერთი ეკლესია, რომელიც საქართველოში მკაცრად დაიცავს მართლმადიდებელი სარწმუნოებას. ეს ეკლესია იქნება გადამრჩენი და დამცველი მართლმადიდებელი სარწმუნოება მთლიანად საქართველოში. მე ვულოცავ დანის მოსახლეობას და მთლიანად საქართველოს მოსახლეობას, რომ მრავალი ტაძარი ამშენებულიყო საქართველოში, აი როგორც დღეს ამ ადგილას შენდება და მადლობა მეორე ეკლესია არის დანის მოსახლეობისათვის, როგორც იცით 1990 წელს ავაპირველი ეკლესია აუშენეს რომის წმინდა გიორგის სახელობაზე. ეს არის მეორე ეკლესია, რომელსაც ამშენებს დანის მართლმადიდებელი ეპარქიის მრევლი და დიდი სიხარულია დღევანდელ დღეს, ვინაიდან დღევანდელ დღეს პირველი საძირკველი ჩაისხა აი ამ წმინდათა წმინდა ადგილზე, სადაც ალბათ სულ მალე, ალბათ ერთ წელში დამთავრდება გუმბათოვანი ეკლესია, რომლის მრევლის კაცრად აიცავს საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოება და კაცრად აღუდგება სხვადასხვა სექტების მიმდევარს და არ გააუშვებს მათ არის საქართველოში. დურგლების ბრიგადა პირნათლად ასრულებს მასზე დაკისრებულ სამუშაოს. ხალხი, რომლებიც საძირკველში ფუტკრებით მუშაობენ, ყველა ეკლესიის მრევლის წარმომადგენლები არიან და უსასყიდლოდ ემსახურებიან ტაძრის მშენებლობას. ასევე გლდანის მოსახლეობიდანაც მოდიან პიროვნებები, რომელთაც სურთ თავიანთი წვლილი დადონ ამ ღვთიური ტაძრის მშენებლობაში. იწყება საძირკვლის ქვების დაწყობა. ამ სამუშაოს აღსრულება ამცე კრანის მეშვეობით ხდება, რომელიც 5 დღით გვატყუა თემურ გოცირიძე. ამცე კრანთან დაკავშირებით დიდი სასწაული მოხდა. როცა გაყვანა უნდოდა, ის ადგილიდან ვერ დაძრეს და ასე დარჩა ამცე კრანი ეკლესიის მშენებლობის დამთავრებამდე.
საძირკველში იყრება მიწა და სწორდება ეზო, მიწის პირამდე. მშენებლების ტერმინოლოგიით ნოლი წერტილი ეწოდება. აქედან იწყება ეკლესიის კედლების მშენებლობა. ერთი წელი 23 ოქტომბერი 2001 წლის 23 ოქტომბერს მამა ბასილმა აკურთხა ტაძრის შემოგარენი და დაიწყო ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის კედლების მშენებლობა. ნოემბერი და სასიხარული არის რომ ჩვენი ეკლესიის მშენებლობა დიდი სიხარულით მიმდინარეობს და უკვე 7 რიგი ბლოკი გაუვარეთ და ალბათ სულ მალე შევძლებთ ამ ტაძრის დამთავრებას ღვთისწყალობით, ვინაიდან წარსულ საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ეხმარებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და დღესაც იმედი გვაქვს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედის, რომ ის ყოველთვის მოგვეხმარება, არ დაგწევებს ისე და ამ გაჭირების ჯამს შეგვაძლებინებს ამ ეკლესიის მშენებლობას. მართლმადიდებელი მრევლი ყოველდღიურად გულმოდგინედ შრომობს. ყველაფერს აკეთებენ ჭეშმარიტი ქრისტიანები. რათა პირნათლად აღაშენონ ღვთის წმინდა ტაძარი და საკუთარი სულის გადარჩენისათვის იღვაწონ. მამა ბასილს ყოველდღიურად ვხედავ ეკლესიის მშენებლობის გარშემო მოფუსფუსეს. ტაძრის მშენებლობაზე გაწეული უანგარო ღვაწლი ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს მრავალი სიკეთით დაუბრუნდება უკან და ცხონების გზით წაიყვანს. ერთი წლის 23 ნოემბერი გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიმდინარეობს სადღესასწაულო წირვა. ერთი წელი 24 ნოემბერი მიმდინარეობს სვეტებში ბეტონის ხსნარის ჩასხმა. ერთი წელი 30 ნოემბერი მიმდინარეობს პირველი სარტყლის ზემოთ კედლების მშენებლობა.
2001 წელი 12 დეკემბერი ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის სარკმლების გამოყვანა. ორი წელი 9 თებერვალი გლდანის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მთელი ზამთრის განმავლობაში დაუბრკოლებლად შენდება. თითქოს ღმერთი ხელს უწყობს შეუჩერებელ ამშენებლობას. ტაძრის ფორმები თანდათან ხილული და მშვენიერი ხდება. ურთულესი სამუშაოები ჩატარდა მრევლის მონაწილეობით. ამჟამად იწყება კიდევ უფრო რთული საქმე. ეს არის თაღების გამოყვანა. ორი წელი 23 თებერვალი მიმდინარეობს მეორე სარტყელში ბეტონის ხსნარის ჩასხმა. ორი წელი 11 მარტი
2002 წლის 11 მარტს განახლდა მეორე სარტყლის ზევით კედლების მშენებლობა. მე-7 თვეა უკვე, რაც გლდანში შენდება ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი, რომლის კედლების გუმბათამდეა თითქმის მისული. ფინანსების არ ქონის გამო ეკლესიის მშენებლობა ჩქარით ტემპით ვერ მიმდინარეობს, მაგრამ მრევლის გამოდმებული შრომით, ლოცვით, ერთობით და სიყვარულით მაინც არ წყდება წმინდა მშენებლობა იმ ტაძრისა, რომელიც ბოლო ჟამს ქართველთა მოწამეობრივ თავდადების, ამხსარებლობითი ღვაწლისა და საეკლესიო მართლების წმინდა ნაყოფი იქნება. მამა ბასილის თქმით, იგი იქნება კლდეს სარწმუნოებისა, წმინდა სავანი ღვთაებრივი ნეტარებისა და დიდება ივერიისა. როგორც ხედავთ, ნახევრადმის თითქმის აშენებულია დანის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი. მრევლი დიდი მოწადინებით მუშაობს. ახალია შემოსავალი არაფერი არ აქვს ისეთი, მაგრამ მრევლი რაც წირავს მცირედით, აი მხოლოდ მცირედი თანხით შენდება დღეს ეს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი. სამწუხაროა, რომ დღეს რაც ხდება საქართველოში, რომ სურს, რომ ჩვენს მომავალ თაობას დაუტო კიდევ ერთი ახალი ტაძარი, სადაც მომავალში ჩვენი მომავალი თაობა ილოცებს საქართველოს გადარჩენისათვის და მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვისათვის, მაგრამ სამწუხაროდ ერი არ მაცდის, რომ შეუძლია ამ ტაძრის დამთავრება. ანტიქრისტიანული ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ხელი შემიშალონ ამ ტაძრის მშენებლობაში, მაგრამ ისინი ამას ვერ აღიარებიან. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ბრძოლასაც, ლოცვასაც მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვისათვის და ამ ტაძრის დამთავრებასაც სულ მალე შევძლებთ. ის წყალობით. მამა ბასილში მართლაც რომ საკირველი მოშურნეობა ჩადო ღმერთმა. მრავალრიცხოვანი მრევლისათვის გაწეული დაუღალავი და უანგარო ღვთისმსახურება, წვალებლებთან გამოდმებული ბრძოლა, საკუთარი სიცოცხლის მრავალჯერ განსასწრელში ჩაგდება და დიდი ტაძრის მშენებლობის წინამძღვრობა. შეიძლება ითქვას, რომ ერთი მღვდელი 100 მღვდლის საქმეს აკეთებს და მართლაც მის დაუღალავ შრომასა და წმინდა ლოცვაზე დგას დღეს საქართველოს ხსნისა და გადარჩენის საქმე. რომ გლდანის ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი გამორჩეული იქნება როგორც ექსტერიერით, ისე ინტერიერით. მშენებარე წმინდა ტაძარში შესული ქრისტიანი უკვე იგრძნობს სვეტიცხოვლის, ბაგრატის, გელათის და სხვა მამაპაპისეული ტაძრების სიდიადეს და საუკუნოვან მისტიურ ერთობას წინაპართა ღვთაებრივი ღვაწლის მადლთან. გლდანის ეპარქია ფუტკართა მოფუსფუსეს კას გავს, რომლის საქმეც თაფლის სიტყვებად გარდაიქცევა და მისგან ჩამოქმნილი წმინდა სანთელი გაუნათებს გზას ქართველებს საყოველთაო განდგომილების წვდიაჩში.
ეკლესიის მშენებლები ძირითადად მრევლის წარმომადგენლები არიან, რომლებიც უსასრულოდ ერთგულებით, სიყვარულითა და დიდი რუდუნებით მუშაობენ თავიანთი სულის აცხონებელ ტაძარზე. არიან ადამიანები, რომლებიც დღედაღამ იმას ფიქრობენ, ღმერთს უანგაროდ როგორ ემსახურებენ. უსახსრობის პირობებში ჯვარცმის გზით აშენებს მამა ბასილი თავის მრევლთან ერთად ტაძარს. ალბათ ასეც უნდა იყოს სასუფლების მოსაპოვებლად ყოველი უფლის საქმე ჯვარცმითა და ტანჯვით კეთდება. ჩვენ ვაშენებთ ამერიკა ინგლისში. წელი 13 ივლისი მიმდინარეობს გუმბათის საყრდენ თაღებში ბეტონის ხსნარის ჩასხმა. აბა მაკული მამის, მიდი მაკული ეს მამი და გაკაჩე. გამო მამი დაეცი. გაკაჩავე ნახო. ესე მოგუნეთ, ესე მოგუნეთ. პროულკა მოგუნეთ. მიდი ერთი კაცი კიდე გაკაჩე. წელი 29 ივლისი
ბეტონის ხსნარის ჩასხმა ცენტრალურ გუმბათში. ბასილი, თუ შეიძლება რა სტადიაშია გლდანის ივერის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა, თუ შეიძლება მოგახსენოთ. ამჯერად როგორც ხედავთ, თითქმის თავდება გუმბათი და ერთი წელია, რაც საძირკვლიდან დავიწყეთ ივერის ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი მრევლის დახმარებით, ჩვენი მრევლის მცირედი შემოწირულით ამ ტაძარმა მიაღწია იმ საწადელს, რასაც ფიქრობდით ერთი წლის წინ და აი თითქმის გუმბათი მთავრდება. ეს ჩვენი მრევლის წარმომადგენლებია, რომლებიც გვეხმარებიან და მადლობა ღმერთს, მადლობა ყოლაწმინდა ღვთისმშობლმა დედას, რომ ახალით მიგვახსენებთ ალბათ ერთ-ერთი დავამთავროთ მთლიანად გუმბათს. საერთო ჯამში მამა ბასილი რა დროში აშენდა ეგ ტაძარი, რამდენი გამოდის? საძირკვლის მოვდი დაახლოებით 3 თვე და უკვე არის მეათე თვე არის, რაც 0-დან უკვე ზემოთ ვაშენებთ კედელს და ერთი თვეღა დაგჭირდება და გუმბათი მთლიანად დაედგმება და ალბათ ერთ წელში მთლიანად გარეთ მოპირკეთებას დამთავრდება. 2002 წელი 30 სექტემბერი ყოველი მხრიდან სახილველი გახდა უმშვენიერესი ტაძარი, რომელიც ქართველი ხალხისთვის სულიერი აღზრდისა და ცხონების მადლმოსილი კერა გახდება. როგორც ხედავთ, მიმდინარეობს ცენტრალურ გუმბათში საბოლოოდ ბეტონის ჩასხმა. 2002 წლის 30 სექტემბერი უბედნიერესი
დღეა ხების საქართველოსთვის, ქართული ერისა და კლდანის მართლმადიდებელი ეპარქიის მრევლისათვის. ამ დღეს დასრულდა ბეტონის სამუშაოები. წელი 29 ნოემბერი წლის 29 ნოემბერს ხსენების დღეს წმინდისა მოციქულისა და მახარებლისა მათესი კლდანის ივერიის ყოლაწმინდა ღვთისმშობლის მშენებარე წმინდა ტაძარს კარკასული ტიპის ფუნუქით დამზადებული გუმბათი დაედგა. ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა მაუწყებელი იყო იმისა, რომ ქრისტიანობის დაცვისათვის ურთულესი ბრძოლის გარკვეული ეტაპი საქართველოში უკვე დამთავრდა და იწყება ღვთაებრივი ჯვარცმული გზის გაგრძელება უკვე ახალი ძალისხმევითა და უფრო დიდი შემართებით. რამე თუ ახალი ტაძარი დიდ მისიას შეასრულებს მომავალში ქართველი ერის სულიერი განმანათლებლობისა და ცხონებისათვის. ეს უმშვენიერესი ჯვარგუმბათოვანი ტაძარი, რომელიც კლდანში აშენდა სიმაღლით წმინდა გუმბათზე აღმართული ჯვრის გარეშე 34 მეტრია, ხოლო ჯვრიანად 37 მეტრი. ამიტომ მამა ბასილმა რთული საქმის ინტერესიდან გამომდინარე საჭირო ჩათვალა გუმბათი დაემზადებინა დაბლა და შემდეგ აღმართულიყო ტაძარზე. გუმბათი გამზადდა, მაგრამ სამწუხაროდ მისი ატანა 34 მეტრის სიმაღლეზე დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. რადგანაც თბილისში არ აღმოჩნდა ტვირთმზიდი ამწე მანქანა, რომელიც 5 ტონიან გუმბათს ტაძრის სიმაღლეზე აზიდავდა. სამხედრო ვერტმფრენითაც კი დიდ სირთულესთან იყო დაკავშირებული ამ საპასუხისმგებლო საქმის აღსრულება. ყოლაწმინდა ღვთისმშობლის შემწეობითა და დახმარებით რუსთავიდან დაქირავებულმა ტვირთმზიდმა ამწემ შეუძლებელი შეძლო და მიმდინარე წლის 29 ნოემბერს საღამოს 17 საათზე გუმბათი სასწაულებრივად საში აზიდა და ტაძარზე დაუშვა. მღელვარე წუთებში მამა ბასილმა ივერიის ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინ დაიჩოქა და მხურვალით შეავედრა მას ამ ღვთაებრივი საქმის მშვიდობით აღსრულება. გალობლებს კი ლოცვა-კურთხევა მისცა ღვთისმშობლისათვის საგალობლები აღევლინათ აზიდვის ჟამს.
მამა, გაგვიზიარე პირველი შთაბეჭდილებები. ძალიან სასიხროა დღევანდელ დღეს, ვინაიდან დღეს როგორც ხედავ, მთელი განის მოსახლეობა ზეიმოს აი გუმბათის დადგმას, ამას ჩვენ დიდხანი ვესწრებებოდით და ღვთისმშობლობით ეს დღეს დაგვიდგა და მთლიანად თითქმის ეკლესიის მშენებლობის ჩონჩხი დამთავრებულია, დარჩა გარეთ ქვის მოპირკეთება და ამჯერად მიმდინარეობს კვლავ შიგნითა ეკლესიის შელესვა და ალბათ ერთ თვეში შევა შიგნით და ეკლესიის გახსნა იქნება დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ჩემი პირველი შთაბეჭდილება ის არის, მე ვარ მამა ბასილის მრევლი. მიხარია რომ მის გვერდზე ვარ, მის მრევლთან ერთად ვარ. რაც შეეხება მშენებლობას, ტაძრის აგებას, მე მგონი ორივე ერთად შეთანხმებით ვერაგები დავაშვებთ შედიერი დასახი. ვინოსაც დღევანდელ დღეს. მისსა და ჩვენთან არის ღმერთი. მადლობა ღმერთს ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენ ასეთი სწრაფი ტემპით ვაშენებთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარს და ალბათ ღვთისმშობლის ხელი და უფლის ხელი რომ არელიოს და იმ ანგელოზების, რომელიც ზეციური ძალებიდან გვეხმარებიან, ამ ტაძარს ერთი წლის განმავლობაში რა თქმა უნდა ვერ ავაშენებდი და დარჩა რაღაც 3 დღე და შემოაწყდა დათლის დღების დღეს უკვე ვიზეიმებთ ამ აქ შემოსვლას. ეს არის უდიდესი სასწაული, რადგანაც თბილისში ეს არის ყველაზე დიდი ტაძარი და მარტო სიდიდი არ არის მნიშვნელობა სიდიდეს არ აქვს, აქ არის ღვთაებრივი მადლით არის გაკეთებული ეს ტაძარი და ვის მუშაობს, უსასყიდლოდ მუშაობს, მადლობა ყველას, ჩვენი მრევლის წარმომადგენლებს და ყველა იმ პიროვნებებს, გამოლევს ვის გვეხმარება და ვის ერთ-ორ სიტყვას ამობს აი ამ ტაძრის მშვიდობიანად დამთავრებისათვის. დიდი მადლობა. $2003 წელი 19 იანვარი $2003 წლის 19 იანვარს წმინდა ნათლისღების დიდებულ საეკლესიო დღესასწაულზე აღივსო უდიდესი ღვთაებრივი სიხარულით 7 წლის განმავლობაში ჯვარცმის გზით მიმავალი და ღია ცის ქვეშ ზამთარ ზაფხულ მლოცველი მრავალტანჯული მრევლი. სწორედ ამ დღეს ინება უფალმა მოენიჭებინა გლდანის მართლმადიდებელი ეპარქიის მრევლისათვის ზეცით აუწერელი ენით გამოუთქმელი სიხარული უმშვენიერეს ცადაღმართულ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ახლად აშენებული ტაძრის სახით, სადაც აღესრულა პირველი წირვა ქართულ ტკბილხმოვანი საგალობლებით. წმინდა ლიტურგიას ამ დღეს დაახლოებით 1500-მდე ქრისტიანი დაესწრო და იგი შეასრულა გლდანის მართლმადიდებელი ეპარქიის მმართველმა და წინამძღვარმა პროტოპრესვიტერმა მამა ვასილ მკალავიშვილმა. ასეთმა დიდმა 1000 კაციანმა ტაძარმაც ვერ დაიტია ხალხი. ამიტომ მრევლის დიდი ნაწილი ტაძარში ვეღარ შევიდა და გარეთ ეკლესიის ეზოში იდგა მთელი წირვის განმავლობაში.
წირვის შემდეგ შესრულდა წყლის კურთხევა, ხოლო შემდეგ ლიტანიობით ტაძრის შემოვლა. მამა ბასილმა შემაჯამებლად იქადაგა იმის შესახებ, თუ რა უმძიმეს პირობებში 1000 გვარ მწვალებლობის წინააღმდეგ გამუდმებულ ბრძოლაში და ასე სასწაულებრივად მოკლე დროში, როგორ მოხდა აღშენება ამ დიდებული უძვირფასესი ტაძრისა და ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ მრევლს, ვინც ეს ტაძარი ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე სული საცხოვნებლად გადასცა ხალხს. როგორ იყო ჩვენ ეკლესიაზე ზეციური გვირგვინი დადგმული, ეს თვითონ ჩვენმა დაგვირეკეს და ჩვენი თვალით დავინახეთ, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ზეციური გვირგვინი ეს არის დამადასტურებელი იმისი, რომ ეს არის ფაებრივი ეკლესია, როგორც დღევანდელ დღეს განცხადა მათხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე, დღევანდელ დღეს აი ჩვენი აქ შემოსული და ლოცვით განცხადა უფლის წინაშე და ქართველი ერის წინაშე აი ეს იბერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი და ზეცურამდებლებთან ერთად ყველანი განხილებული ვარ, რომ გევარ აი ეს წმინდა ტაძრიდან აზრში. აქამდე დამთავრება დაიწყება და დამთავრება ჩაიწყება და გახსნა იქნება მაშინ ეკლესიის გახსნა, როდესაც გარედან უპირატესად მოგიწევდება. შემდეგ გავიდა 7 წელი, რაც ჩემი მრევლი ვატარე ქრისტეს გზით და ოსე წინასწარ მეტყველმა თუ 40 წელი ატარა ისრაელი ერი, რათა მერთან დაახლოებინა, მე უფლის წყალობით 7 წელი დამჭირდა და ეს დროებითი ტაძარი, რომელიც წელიწად ნახევრის წინ ავაგეთ, ამჯერად, როდესაც უკვე აღვაშენეთ ახალი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი, ამის შემდეგ უშლით ამას და უკვე გადავინაცვლეთ ახალ ტაძარში და დღეის შემდეგ ღვთის განგებით პირნათლად შევასრულეთ უფლის წინაშე ყოველივე ის დაკისრებული მოვალეობა და გაუძელით ამ უფლის გამოცდას ამ 7 წლის განმავლობაში, თუმცა მრავალი ტანჯვა ვაება გადახვდა, მრავალი დარბევა, მრავალი გატაცება ჩემი წამება, მაგრამ მე ქრისტეს გზით სიარული არ შემიწყვეტია და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, რომ ჩვენ შევძელით ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის აგება. ყველა ეკლესიის ძირითად მიმდინარე ნაგებობას სამრეკლო წარმოადგენს. სამრეკლო ის ადგილია, სადაც განლაგებულია ზარები. ზარის რეკვა ზეციურ ძალებსა და დედამიწაზე ხალხს აუწყებს წირვა-ლოცვის დაწყებას. გლდანის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამრეკლოს პროექტი მამა ბასილმა ციხეში ყოფნის დროს გააკეთა, რომლის მსგავსი საქართველოში არ არის. მისი სიმაღლე 20 მეტრი იქნება. დიდი არკით 7 კელი. ასევე სამრეკლოს წინა ფასადში გაკეთდება 2 პატარა სალოცავი, სადაც დაბრძანდება წმინდა სამებისა და იბერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები. ყოველივე ეს გათვალისწინებულია იმისთვის, რომ ღამით, როცა ეკლესია იკეტება, ნებისმიერ შეუძლია დაანთოს სანთელი და ილოცოს. დღეს არის ამ პროექტის განხორციელების დასაწყისი. იწყება სამრეკლოს საძირკვლის გაჭრა.
სანამ საძირკველში არმატურა ჩაიწყობა და ბეტონის ხსნარი ჩაისხმევა, საჭიროა ხრეშისა და 20 სანტიმეტრამდე სიმაღლეზე ბეტონის ხსნარის ჩასხმა. სწორედ ამ სამუშაოს ასრულებს ეხლა მრევლი მთელი მონდომებით მამა ბასილის ხელმძღვანელობით. იწვნება არმატურა და მრევლის საძირკველში აწვოს, რათა სიმაღლე მიეცეს საკმაოდ მაღალ 20 მეტრიან სამრეკლოს. მორწმუნენი შეხმატკილებულად ღვთის მადლით მუშაობენ ამ საშუქათმო საქმისათვის. სამრეკლოს საძირკველში ისხმება ბეტონის ხსნარი, რაზედაც დაიწყება სამრეკლოს კედლების შენება. მრევლი დასმულ ბეტონზე ასწორებს მიწას ნული წერტილის ნიშნულამდე. იწყება სამრეკლოს კედლების მშენებლობა. მამა ბასილი ნახაზის მიხედვით მიუთითებს კალათოზებს, რათა პროექტის მიხედვით დაიდოს თითოეული სამშენებლო მასალა. ხავრდება პირველი სართულის კედლები, რომელზედაც უნდა გაკეთდეს ბეტონის სარტყელი. მრევლი ამზადებს მასში ჩასაწყობ არმატურას.
სამრეკლოს არკის სიგანე 4 მეტრია, სიმაღლე კი 7 მეტრი. ჯერჯერობით კედლები არკის ორთავე მხარეს შენდება და 7 მეტრის სიმაღლეზე ორივე მხარე თაღით შეერთდებიან. ის ხმევა ბეტონის ხსნარი, მეორე სართულის სარტყელში. დურგლებს უკვე მზადა აქვს ყალიბი, ბეტონის ხსნარის ჩასასხმელად. წლის 24 მაისი. მიუხედავად ზაფხულის პაპანაკება სიცხისა, მუშები, ხალია თუ მამაკაცი, საუკუნეს არ იშურებენ და დილის 7 საათიდან საღამოს 9 საათამდე თავდაუზოგავად მუშაობენ. ამზადებენ სამრეკლოს გუმბათის დასადგმელად. წლის 5 ივლისი. დადგა სანუკვარი დღე. წინასწარ არ გამზადებული გუმბათი მზად არის ამ წემს ზესად აზიდოს და დაადგას ახლა გაშენებულ სამრეკლოს. მამა ვასილს პროფესიონალური ცოდნით გათვლილი აქვს გუმბათი ზუსტად მოერგოს იმ ადგილს, რომელიც მომზადებულია მისთვის.
დაისება და დაიფარე პატრიოტსა და თოყონდე ჯვარო უფლისო და შეგინე შეყოლე შესაძლებელი სიტუაციები ესმე ყველა შეწყალენ შეწყალენ აც ხონეგ მე ფერი შენდაკურთა სამხედრო ლეო ჯორჯა ბარბაროზე და ედას უსეფის მომენტი სამარეს პროფესიონალიზირა და უცხოელი დება შენდა ისამი მარტინოს პროფესიონალურ საჩენ მერტო კონტაქტი შეაკუთე წყალით შენდა ჯვარი წაესე ვიდა საკუთე ჯვარი იგი რაჯავს აღამაღლე იგი ზეცად შეაკუთე წყალით შენდა ჯვარი რომელიც გამოეცა ეს დავდეხელი მარჯვენა ჩუღური ჯვარს დაკუთე დაიცედა და ეს სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანი პოლიცია განსაკუთრებით რამე თუ მოწყალი და კაცი მოყარება ერთ გადაშენებისაგან მამისა და ძის და ეს სულის აზდა რა ისევ ამი მერტო შეაკუთე წყალით შენდა ჯვარი სკოლადე ასა მარადო ამი ასე გამოიყურება აღმადაშენებული სამეფო იბერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გრანდიოზული ტაძრის გვერდით.